მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია თბილისის კლდის უბნის წმინდა გიორგის ტაძრის დეკანოზი დავით ციცქიშვილი. მოგესალმებით, მამაო, დაგლოცეთ, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დაგლოცოთ და გაგახაროთ. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა შეეხება ლოცვასა და მარხვას. ალბათ ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის, რომ თქვენი პროფესიით ერისკაცობაში ფსიქოლოგი ხართ, ფსიქოლოგი იყავით და ახლაც ხართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნაა ფსიქიკის თავისებურებების, თუნდაც რომ ახსნას ადამიანმა ბევრი რამ, რატო რა ემართება და როგორ ხდება, როგორ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. თუმცა დღევანდელი საუბარი, რა თქმა უნდა, ლოცვისა და მარხვის შესახებ იქნება, მაგრამ ლოცვა, რომელიც არის ღმერთთან საუბარი, ძალიან ხშირად ან მექანიკურია, ან საერთოდ სხვა რამეზე ფიქრობ, ან თან ხმაურში ხარ, ხშირად ჩვენ ურბანული მოსახლეობა ვართ ქალაქი, სადაც მუდამ ჩართულია რაღაცა ტელევიზორი, ხმაურია, განმარტოების საშუალება ნაკლებად არის გარედან ყვირილი, მანქანების ხმა და ეს არის ქალაქი, ახლა ჩვენ ამას ცუდ კონტექსტში არ მოვიხსენიებ და ამას ემატება კიდევ ის ფიქრები, რომელიც ზოგჯერ შტურმივით, აი თითქოს მოდის ნაირ-ნაირი სხვადასხვა ფიქრი, მათ შორის ზოგჯერ მკრეხელური, ზოგჯერ უსაგნო ერთი შეხედვით და უაზრო და როგორ მოახერხოს ადამიანმა დაუბრუნდეს ისევე ლოცვას, მაგრამ პირველ რიგში ჯერ ლოცვის მნიშვნელობაზე რომ ბრძანოთ და შემდგომში გადავიდეთ ამ ნიუანსებს. ლოცვა არის ღმერთთან საუბარი და სხვადასხვა სახის ლოცვა არსებობს. თავარი მამაო ჩვენო თქვენ იცით იესოს ლოცვა და ვინც აი სიღრმეში შედის ქრისტიანული ცხოვრების იმადგან გამიგია რომ ყველაფერი იესოს ლოცვის თქმაზე დადისო. მოუკლებლად ილოცოდოთ. წმინდა წერილი გვეუბნება და აი ეს დიდი სულიერებით გამოირჩევა, სუცდილობს იესოს ლოცვა თქვას. და წარმოიდგინეთ თქვენ ძილშიაც კი ამბობენ ხოლმე ადამიანს ზინავს და მისი ბაგეები მოძრაობს. ამბობს იესოს ლოცვას. პირადად ჩემთან აი წლების შემდეგ ორი რამ გამოიღო ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არ არის ის რომ საუბარმა მოიტანა უბრალოდ ცხოვრებამ გამოკვეთა ორი რამ არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც უსურვებდი ჩემ თავს რომ ვაკონტროლო ამ თვალსაზრისით საკუთარი მე ეს არის ის რომ რაც შეიძლება ხშირად თქვა იესოს ლოცვა და მეორე აი ყველა სიტუაციაში წარმოვიდგინე უფრო სულიერი რა იქნება და ისე მოვიქცე. სამწუხაროდ არც თუ იშვიათად ორივეში ვიჭედები ხოლმე, მაგრამ აი ეს ბუნებრივად შემოვიდა ლოცვა. ძალიან მნიშვნელოვანია ლოცვა. ბევრი ასპექტი აქვს, მე ესე ვიტყოდი. ერთ-ერთი რა არის აი ფიქრები ახსენეთ თქვენ. იესოს ლოცვა გეხმარება დარეგულირებაში უარყოფით ფიქრების და ემოციების. ქრისტიანული ცხოვრება როგორ არის მოწყობილი, რომ ხშირად გვიტევს ჩვენ უარყოფითი თემები. და პირადად მე ვეუბნები, რომ აქ არის კანონი, ყველა თემა, რომელიც დამძაბავი ხდება, იმაზე ზედმეტი ფიქრი არ არის საჭირო. გონება უნდა სხვა მართულებით გადაირთოს. ადამიანიც უნდა შეეცადოს ამას, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ მომენტში სწორედ დაიწყო ლოცვა, თუნდაც იესოს ლოცვა. ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკულ დროს. როცა კრიტიკულ დროს ფსიქოლოგიურად სულიერად როცა გიჭირს, აი მაშინ დაიწყო აი ეს ლოცვა. მეტად მნიშვნელოვანია ეს. არა მხოლოდ ის, რომ დილის აღამოთი წაიკითხო, იქ დაუჯდომელი და ასე შემდეგ. ანუ ლოცვას აქვს ეს მხარე მეტად მნიშვნელოვანი. რითაც განსხვავდება ქრისტიანული ფსიქოლოგიური მიდგომა ევროპული ფსიქოლოგიური მიდგომისგან.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რა არის იცით რომ ჩვენი ფსიქიკური განცდები, ჩვენი ფიქრები, ემოციები, მოგონებები ხშირად განპირობებულია არამიწიერი ძალების ზემოქმედებით. წარმოიდგინეთ თქვენ. და ეს ფიქრები თუნდაც ბოროტისეული ხშირად ჩამოდის ჩვენ გონებაში. და ამის ერთ-ერთი გამაენეიტრალებელი არის მადლი. მადლი მოდის ლოცვით, მადლი მოდის ახსარებით, ზიარებით და ასე შემდეგ. ასე რომ პირადად მე ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მოვედი ეკლესიაში მივხვდი რას, რომ როდესაც ფსიქოლოგიური პრობლემებია, როდესაც კრიზისია რა, აქ მარტო ფსიქოლოგიური საშუალებებით ადამიანს ვერ უშველი. აქ უნდა მიეახლო უფალს. უფალი არის უპირველესი ფსიქოლოგიური დამხმარე და მოწინააღმდეგე კიდე ღვთისაწინააღმდეგო ძალა. ეშმაკი. არის ესეთი გამონათქვამი. ეშმაკის ყველაზე დიდი გამარჯვება ის იყო შთაეგონებინა ადამიანისთვის, რომ ის არ არსებობს. და ეს უხილავად ასე ვთქვათ, ებრძვის ადამიანს, ფიქრებით, ემოციებით, წარმოდგენებით და ასე შემდეგ. ჩვენ ძირითადად ასე გვებრძვის, მაგრამ არის ხალხი, რომელსაც უკვე ფიზიკურად უსწორდება. აი უკვე ვინც ძალიან მაღალ პილოტაჟში მიაღწია, მაგალითად მინდა იოსებ ისიხასტი, მეტად ცნობილი ბერია. მის სცენაში დარჩა ერთხელ ერთ-ერთი მომლოცველი და უცებ იგრძნო როგორ დაესია და როგორ დაუწყეს ცემა თხება, წარმოიდგინეთ თქვენ. და გამოვარდა ეს კაცი აი ამ მისი სცენაკიდან, დალურჯებული, თავგუთმოგლეჯილი. და აღმოჩნდა რა, რომ შეეშალათ აი ამ დიდ წმინდაში იოსებ ისიხაში, თურმე ამ დიდ წმინდა მამას გამოწერილი ქონდა ყოველდღე ბოროტის მხრიდან ცემა თხება. მამა კლეოპა არის ესეთი რუმინელი დიდი ბერი, ის ამბობდა, რომ ჩვენ ვსაუბრობთო ბოროტზეო და უკვე უდაბნოშიო და მონასტერშიო, ჩვენ მას ვესაუბრებითო. ეს სხვა თემა არის, ალაპარაკოთ, უბრალოდ რა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძირითადად აი ესე ფსიქოლოგიურად გვებძის ეს ძალა და აი ამ შემთხვევაში ლოცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. და აქვე რო გითხოთ მამაო, არაერთხელ მისაუბრია და გვისაუბრია მაგ თემაზე, მაგრამ ლოცვის საწინააღმდეგო ოპოზიტი არის სწორედ წყევლად, კრულვა და ლანძღვაგინება. რაც დღეს ჩვენს სოციუმში არის საკმაოდ გავრცელებული, აი პირდაპირ პროპორციულია საჭესთან ჯდომასთან, მაგალითად, ვინ საჭესს მანქანას ატარებს, თითქოს მისთვის გინება ჩვეულებრივი ამბავი გახდა. წყევლა, კრულვა, სოციალური ქსელი, რომელსაც მე ვიცი თქვენ არ ხართ მომხმარებელი, მაგრამ ცოდნა გაქვთ იმის გამო, რომ მრევლთან გაქვთ ინტენსიური ურთიერთობა, რომ აი ვთქვათ, წყევლა, კრულვა, მუდმივ პირიქით ხდება, თითქოს ამ სამყაროში გროვდება ძალიან ბევრი ნეგატივი. ეს ხო ენერგია, ყოველი გამოსროლილი სიტყვა არის ტყვია თუ ტყვიაზე უფრო მძიმე ენერგია და აი რამდენად არის როგორ უნდა განეიტრალოს ეს ადამიანმა ზოგჯერ აი თითქოს ერთი ხელით სიკეთეს აკეთებს და მეორე ხელით ბოროტებას თან ლოცულობს და მე იწევლება ან იგინება და ბევრჯერ უთქვამთ იცით არაეკლესიურ ადამიანებს ერთ-ერთი ხო სანთლებით კარგად განან იმაში ტაძარში და ვითომ ლოცულობენ და მე კიდევ იწევლებიან ან რა ვიცი მე არ ვიცი ხა კონკრეტულად ვინ ვის გულისხმობს მაგრამ თქვათ ესეთი პარადოქსით შეიძლება ხო არსებობდეს რომ რა არის ეს რომ ვერ თოკავს ადამიანი თავის თავს ეს შინაგანი კოკასში რაც ადგას ის გადმოედინება თუ რა ხდება ამ დროს რა არის საერთოდ უნდა ითქვას ის რომ ცოტა იდეალურად წარმოადგენენ ხოლმე ეკლესიური ხალხის ყოფას ესე არ არის რა თქმა უნდა ცოდვილები ვარ და მისხანების მეება ყოველას ებრძვის და დაზიანებულები ვართ რა თქმა უნდა და ეხა ხსენებაში ეხა რაც ახსენეთ ხშირად რამეს მისმე რომ განსაკუთრებით მოწყვლადი ადამიანი რულთან აი პირდაპირ აღნიშნავენ რომ აი საჭი არის მე დიდი საცდური იმიტომ რომ ეხა საქართველოა ჯერ
ისე დაყავთ მანქანები, მე კადნიერები არიან თვითონ და არ ყვევენ, შენ გირჩევენ საქმეს ხელებს გიშლიან და მე მგონი ფეხით მოსიარულეებიც უცნაურად დადიან თუ საერთოდ ძალიან შეცვლილია ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი, ძალიან შეცვლილია მე ესე ვიტყოდი. ხა მე პირადად აი თუნდაც 20 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი თუ აი მე შვიათად ეხა სოციალურ ქსელში რომ შევიდე ჩავერთო, მაგრამ რო შევდივარ გული მისკდება. აი ესეთი სიტყვებით ამკობენ ერთმანეთს, ისეთი აგრესია მოდის. ქართველები ნიჭიერები ვარ და სამწუხაროდ ბოროტებაში ეცმედად ნიჭიერები ვარ და რაც არის ქაჯორი გამოვლენებები ადამიანის ბუნების არა ის ძალუმად მოიცემა ხოლმე ჩვენთან. ესე იგი რაღაც ამაზრაზენია რა პირდაპირ უნდა ითქვას რა ის სიტყვა პასუხი რომელიც აი იქ ჩანს. ასე რომ სწორად აღნიშნეთ რომ ერთი მხრივ ლოცვა და მეორე მხრივ ეს ცხელვა კრუვა გინება 9 სართულიანი გინება და არ ვიცი მეტად მძიმე სურათი ამ თვალსაზრისით მე ესე ვიტყოდი. აი ეს თავშეკავება არის მნიშვნელოვანი აქ ზოგადად და მარხვაზეც გვინდა დღეს საუბარი, მაგრამ თავშეკავება რომ ისწავლოს ადამიანმა ენის შეკავება და ეს ბავშვობიდან იწყება ხო რა თქმა უნდა რომ არჩევანი გააკეთო რა უთხრა ერთი და მე როგორ უთხრა ის რისი თქმაც გინდა იმიტომ რომ შეიძლება ისე უთხრა რომ მოკლა შეიძლება ისე უთხრა რომ გააცოცხლო და პირიქით ხო ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც შინაარს ისე ფორმას რა თქმა უნდა გეთახმებით ახლა რა არის იცით ეს თავშეკავება როგორ ვისწავლოთ როგორ ვასწავლოთ აი საქმე რაშია იცით რომ საერთოდ აქ ქრისტიანულ სამყაროში ერთი მეტად მნიშვნელოვანი კანონია. ღმერთი ეხმარება იმას, ვინც იბრძვის და ვინც ინდომებს. აი ვინც მოდის შემთან მაგალითად და მეუბნები ბილდ სიტყვაობ, რა გავაკეთო. მე მეუბნები რომ შენ გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს. ღმერთი იმ შემთხვევაში მოგეხმარება თუ მოინდომებ. ამიტომაც რას მეუბნები. აი მოგადგა ბილდზე სიტყვები გინების თქვათ არა. მოდი რა, ჯერ პირი მოკუმე და ნუ წარმოდგა. ჯერ შეიძლება 10-დან 2 შემთხვევაში გამოგიდეს, მე 10-დან 8 შემთხვევაში გამოგივა. ეხლა რეალობას თვალი გავუსვათ, ორჯერ შეიძლება წამოწდეს ადამიანს უნებურად, იდეალურები ჩვენ არა ვართ. ანუ მე რა მინდა ვთქვა, რომ ეს არის კანონი. ადრე აი წამამ დამოკიდებულების უნებდი ხოლმე, რომ ცირა მერჩეულია ერთ წუთში განკურნოს და მოგაშოროს ეს უნება, მაგრამ შენ მონდომებას და ბრძოლას მოითხოვს. ეს აუცარი რამ არის, ღმერთი შენ გასაკეთებელს არ გააკეთებს, გაძლევს თავისუფალ ნებას. არჩევანს და ანუ გეხმარება მაშინ, როდესაც იბრძვი. თუ ხელები ჩამოუშვია რა. ამ შემთხვევაში რაღაცნაირად განზე გადგება ხოლმე თითქოს და ესეთი შეგრძნება. მაგრამ აქ კიდე რა არის, აი საინტერესო რომ საერთოდ ეკლესიური ცხოვრების მიზანი რა არის, რომ ადამიანი უკეთესობისკენ შეიცვალოს, კარგისკენ და ეს მადლის გარეშე ჩემი დაკვირვებით არ ხდება. აი რა მინდა ვთქვა რომ ხშირად მეც პირადად შემიგზნია სხვასაც უთქვამს რომ თითქოს აცნობიერებს რომ რაღაც სისუსტეა მისი გამოვლენა და უნდა გამოსწორო, მაგრამ აი სანამ ახსარებაში არ იტყვის, სანამ ლოცვას არ შეაშველებს, სანამ არ ეზიარება, ანუ არ ჩაჯდება ეკლესიური ცხოვრების სქემაში, აი თითქოს სუმოჯადოებულ წრეში ტრიალებს. ესმის, მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებს. ეს საოცარი გამოვლენაა მადლისმიერი, მე ესე ვიტყოდი. ასე რომ აი ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ მეორებ ის რომ ადამიანი მიეახლოს ღმერთს და ეკლესიურ საიდუმლოებში დაიწყოს უკვე მონაწილეობა. სხვა შემთხვევაში ეხა ჩემი დაკვირვებით მას ძალა არ ეძლევა რომ ზირფესიანად შეცვალოს საკუთარი თავი. ეკლესიაში სიახშია ძალიან უჭირთ შეცვლა და რამდენი ადამიანია ეხა მე რასაც უყურებ რომ დადის წლები აცლეულები და არ იცვლება. ერთი იგივე ადგილს დგებნის მე ესე ვიტყოდი და ეს არც თუ იშვიათ მე ქილიკის საგანი ხდება, იცი რა აი. სხვებისგან და ეს. აი დადის ეკლესიაში და რა მეორე შემთხვევაში ისეთ რაღაცას გააკეთებს რომ გული გაგისკდება.
ასე ადვილად ადამიანი არ სწორდება და ეკლესიურ ადამიანსაც ებრძვის ეშმაკი ებრძვის მრისხანება, ნაყროვანება და ასე შემდეგ ასე უცებ რომ სწორდებოდეთ ერთი წელი ეკლესიის სიარულით 5-10 აღსარებით რაღა გვიჭირს. ასე რომ ეს მომენტიც არის, ის ასწორიც არის პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ამბობს, რომ აი ეს ეკლესიაში არ დადის, მაგრამ ესეთი გულმოწყალე ადამიანი ეკეთილშობილია, ისეთი ზრდილობიანია და ვიღაც ეკლესიაში დადის და შედარებაც არა ისე სიმპათიურად გამოიყურება ეს არა ეკლესიური კაცი. ესეც წარმოიდგინეთ თქვენ ეშმაკის სქემა არის. ზუსტად. რატო? იმიტომ რომ აი სხვებს დაანახოს, რომ რა საჭირო ეკლესიური ცხოვრება, ეკლესიის ცხოვრების გარეშე შეიძლება რომ ადამიანი იყოს ღირსეული და კარგად გამოიყურებდეს და ასე შემდეგ. ანუ ის ერში მოუხსნის იმას, ბრძოლებს, მე ესე ვიტყოდი. ბევრი მიმართულებით იმისთვის, რომ კარგის იმიტაცია შექმნას. აქ ბევრი სქემა თამაშდება ძალიან ვერაგი, ისეთი ფსიქოლოგიური თუ სულიერი ჩახოჭოჭება, მე ესე ვიტყოდი. ხო და აი ეს გაურება ეს მართლა ძალიან ტკივნეული ერთის ხრივ წყელვაკრულვა და ქართული მაქსიმალიზმით ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი და მეორეს ხრივ ლოცვა. როგორი კონტრასტია გეთახმებით. სხვათა შორის ახლა თქვენ რო საუბრობდით გამახსენდა რომ ერთ-ერთმა მოძღვარმა მითხრა რომ ისეთი საცდურია ეს გარეგნული მოწესრიგებულობა ზოგჯერ და სიკეთე სილამაზე ეკლესიურობის გარეშე რომ მასში რაღაც ხიბლის თუ რაღაც მდგომარეობაში შედის ადამიანი რომ მას არ ჭირდება არც ცოდვა აქვს არც არაფერი არ ჭირდება და ეს თქვენ გჭირდებათ ცოდვილებს რომლებიც ილანძღებით ან რაღაც უნდათ იქცევით ან საკუთარ თავს ღალატობთ და ასე შემდეგ და თითქოს ეს ადამიანი მართლაც თუ არ წაიქცა და თუ არ დავინახეთ ჩვენი ნამდვილი სახე ზოგჯერ თუ არ აღმოჩნდა ადამიანი რაღაც ფსკერზე, ყველას თავისი ფსკერი და თავისი ჭერი აქვს ალბათ. ხშირ შემთხვევაში ეს ტრამპლინივით არის, რომ შემდგომში უკეთესი გახადოს თავისთავი, იმიტომ რომ თვით გაყუჩება იწყება, თვით ანესტეზია. აი რაღაცა ნებისმიერ მორწმუნესაც ქონია, თითქოს არაფერი აღარ გაქვს სათქმელი მოძღვართან, რომ მიდიხარ ერთ და იგივეს ამბობ, აი არაფერს არ ვაშავებ, რა ვიცი, წესიერად ცხოვრობ, აი რაღაც ფარისევლის იმაში შედის ხო ადამიანი მდგომარეობაში რომ ხო აი რა ვთქვა ახლა კაცი არ მომიკლავს და რაღაც ესე დამდაგვარი ხო და სინამდვილეში ამ დროს ხდება ისეთი გაყუჩება რომ საერთოდ ვეღარ ხვდები საკუთარ თავს და არ ხდება გააზრება და ეს წაქცევა ეს დაცემა რომელიც საერთოდ უნდა იყოს წახალისებული მაგრამ არის ხშირ შემთხვევაში გამოფხიზლება და აი ესეთი ადამიანები ზუსტად ეგ მითხრა ერთ-ერთ მოძღვარ ეს არის ყველაზე დიდი სასტური ეგეთი კარგი რო არისო და ოღონდ ეს შენ ხედავ რომ ეგეთი კარგიაო თორე სინამდვილეში მასაც ისევე უჭირს როგორც ხო საერთოდ რა არის აი რომ შედიხარ სიღრმეში ქრისტიანი ცხოვრების ფინალი რა არის ჩვენი სულიერი აზროვნების რო ხდები რომ არარაობა ხარ სულ ამ სიტყვის შენში აი ყველანაირი ცოდვა შენში მოცემულია აი ყველაფრის გამკეთებელი ხარ არასოდეს არ თქვა არასოდეს რომ განიკითხა მე აი იგივე ცოდვაში შენ თვითონაც ვარდები ანუ აი ყველანაირი მიმართულებით უარყოფითი აღმოაჩენ რომ საკუთარი თავი აი ამის გამკეთებელი აი და აი შეგრძნება არარაობის არის ძალიან მნიშვნელოვანი მე ესე ვიტყოდი ხას უსვავ საკუთარ მეს ეს არ არის არასრულფასოვნების კომპლექსი. აი ხო ეგ უნდა მეთქვა. არ არის ეს სხვა რამ არის, იცი, რომ იქ ხვდები რომ კიდევ მეორე უამრავი ცოდვა გახსენდება, შეცდომა, ბევრ მაგიერ მიმართულებით იჭერს შენ ფიქრებს, ემოციებს. მე ესე ვიტყოდი, ხო და ჩვენი როგონია თავი მაგალითად არის სიტუაციები ისე იბნევი ბრინჯებით რომ არიცი რა გააკეთო. ანუ ხვდები როგორი სუსტი ხარ იქ სადაც ხაშკაცობა საჭირო იქ იმალები გეშინია იქ პატიმოყარეობაში ხშირად შენმეს შეამჩნევ შურიანი და ასე შემდეგ და აი მე რა მინდა ვთქვა რომ როდესაც ეკლესიაში მოდის ადამიანი ეს ფსიქოლოგიური სულიერი უნარი ძალიან ვითარდება და სხვა დონეზე ადის და სანამ
არ არის მოსული, არა არც თუ იშვიათად აი კაცის იმიჯს მოირგებს ხოლმე და ეგრე როგორი პარადოქსია იცი რომ მე ბევრჯერ აღნიშნავს აი წმინდა მამები რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ განეკონტროლებინათ საკუთარი თავი არა მხოლოდ ქცევის ფიქრის ემოციების დონეზე ამბობდნენ რომ უკანასკნელი ადამიანი ვარ ყველა ცოდვილია ის ადამიანი რომელიც ყველაზე წმინდა ცხოვრობდა თითქოს პარადოქსია თითქოს ვიღაცა მოეჩვენოს რომ კეკლუცობს და რაღაცას თამაშობს მაგრამ სინამდვილეში იმდენად ღრმა დაანალიზებდა ადამიანურ ბუნებას იმდენ რაღაცაში იჭერდა საკუთარ თავს რომ შემოდიოდა ეს განცდა ძალიან დიდი ცოდვილობის და ვიღაცა მოვა ეკლესიაში მაგალითად პირველად და გეტყვის რომ ეხა ისეთი ცოდვა არაფერი არ მაქვს კაცი ვიყარ კაცური და ვერაფერს ისეც ვერ ვიხსენებ ამ დროს კიდევ მე ვიღაც დიდი მოღვაწე რომელიც მართლაც მინდა ცხოვრობს აი ესეთი შეგრძნებით გამოირჩევა სხვათა შორის მამაო აი აქ არის ერთი ძალიან დიდი საფრთხე სასოწარკვეთილების ვნების და ცოდვის ხო იმიტომ რომ სასოწარკვეთილება არის ის რომელიც უკეტავს ადამიანს ღვთისაკენ მიმავალ გზას და როგორ მოხდეს ერთის მხრივ, იმიტომ ჩვენ ამაზე რომ ვისაუბროთ, რამდენად დიდი განსხვავებაა დაბალ თვითშეფასებასა და თავმდაბლობას შორის. ის ერთი არ არის არჩევანი და მეორე არჩევანია. მე გავიაზრე და ვირჩე და დაბალი თვითშეფასება თავს მოხვეულია. და ბევრი მსგავსი რამ. ამიტომ ხშირად ერევათ ხოლმე ერთმანეთში ეს და გონიათ რომ ეკლესია სხვა რამეს ამბობს. არა, მაგრამ აი როდესაც ადამიანს დაინახა რომ ცოდვილია, ხშირად ეშლება, წაქცეულია, ვეღარ დგება, შესაძლებელია წავიდეს აი ამ დეპრესიის, თქვათ, სუიციდალური აზრების და თვითგანადგურების გზით. აი აქ რა შეიძლება გააკეთოს, როგორც მან ისე მისმა გარემოცვამ და იცით რა არის ახლა მე ესე ვიტყოდი რომ ეკლესიური ცხოვრება და სულიერი ყოფა არის ძალიან მრავალწახნაგოვანი. უამრავი ნიუანსი გამოიყოფა. ერთი მხრივ რაც თქვი გამოიყოფა ის რომ ვითარდება სულიერი კუთხით ადამიანი სულ შეგრძნება საკუთარი არაერთობის და ეს აუცილებლად უნდა მოიცეს, იმიტომ რომ უნდა დაინგრეს ეს მე პირდაპირ უნდა ითქვას. მაგრამ მეორე მხრივ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რა რომ არ დაისტრესოს კაცი. მე მაგალითად ხშირად ვეუბნები ჩემთან მომსვლელს რომ მართლმადიდებლობა ყველაფერთან ერთად არის ვარ ყოველ ფიქრებთან და ემოციებთან გამკლავების ხელოვნება. აი უკვე აღნიშნა რა თუ რაიმე თემა დამძაბავი ხდება იმაზე ზედმეტი ფიქრი არაფრით არ შეიძლება. გონება უნდა სხვა მართლობით გადაირთოს. და კიდევ რა მინდა ვთქვა იცი რომ აი ამ სასოწარკვეთილებას რა უნდა დაახვედროს ადამიანმა ეს როგორ მოიპოვოს ისე ღვთის სასოება და იმედი ზოგჯერ აი მართლაც ალბათ ბევრი გინახავთ თქვენც მამაო ეგეთი ადამიანი იცი და ეს არის ხელოვნება მე ესე ვიტყოდი აქ სხვადასხვა საშუალება გამოიყოფა და ყოველ კონკრეტულ მომენტში არის ძალიან მნიშვნელოვანი აი იმ საშუალებას მიმართ. ხა შემიძლია ჩამოთვალო რამდენიმე. ლოცვარითიც დავიწყეთ. აი ალბათ ბევრი შეუმჩნევია, აი განერვიანებული ხარ, წყობიდან ხარ გამოსული, თქვა შეხვედი სიონში ან რომელიღაც ტაძარში, საღამოს ლოცვა მიდის და აი უცებ შვიდდები, წყნარდები, რაღაცა დუნდები, შეიძლება ხა ფიზიოლოგიური მომენტია, მტკნარებაც კი აგივარდეს, ანუ აი ეს რაღაც გამოხატული შენი უკვე დამშვიდებული მდგომარეობის. ანუ წარე რეალობა ხო იგივე დარჩა, მაგრამ აი ლოცვამ უკვე სხვა მართულებით გაგიშვა. შეიძლება ტაძარშიც არ შეხვიდე პირადად მე რამდენჯერ შემჩნევია, ვკითხულობ საღამოს ლოცვას და აი ეს პრობლემები, რაც მაწუხებდა, რაღაცნაირად ფერხთვალდებოდი და არაფრად არ მეჩვენება. ანუ მადლი შემოვიდა, თუნდაც არაგულისხმიერი ლოცვით. და ამ მადმა რა გააკეთა, რომ აი ეს სქემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბევრს ვერ წარმოუდგენია. აი ყურთან არის ეს ბოროტი სული გაჩერებული და აი ამ პიპიტას გიტრიალებს. და ისე კი არ მოდის ცარიელ ადგილას, ძალიან ცხოვრებისეულად მოდის, ჩვენი გაჭირვებით მოდის, პრობლემებით მოდის ოჯახში, გარეთ, ვიღაცა შეურაცხყოფს, იქ მატერიალური
კრიზისია, ეს არის და აი ფირფიტას გიტრიალებს და აი ჩვენ ყოფას გაუსაძლის გაგიხდის, ადრამატირებს ძალიან ბევრ რაღაცას და ჩვენ აი ამ ძალას ვერ ვხედავთ. აი რაშია საქმე. სინამდვილეში გონებაში გიტრიალებს აი ამ შენთვის ძალიან ესე ვთქვათ შემაწუხებელ ფიქრებს და ლოცვა დაიწყე. რაღაცნაირად განიდევნა. ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის აღსარება. აი ბევრი ვერაცნობიერებს ამას. აი სანამ თქვენ ახსენებთ, სანამ მე მდელი გავხდები და ფსიქოლოგიური პრაქტიკა მქონდა, მე ხშირად ვეუბნებოდი, რომ ჩემთან მოუწლოს, რომ შენ შეიძლება ჩემთან უკეთესად გაიხსნა. მე უკეთესი რჩევა დაგირდები მოგცევდი რომ ყდელმა. იმიტომ რომ ჩემ პროფესიიდან გამომდინარე, წადე აუცილებლად აღსარებაში თქვი. აღსარება არის დიდი საიდუმლო. აი როდესაც ამ ხელს საკუთარ თავს და ლაპარაკობ შენი ფიქრების, ემოციების შესახებ, ბევრ შეუმჩნევია, ძალა აკლდება აი ამ უარყოფით. ასე ვთქვათ, შემაწუხებელ განცდებს. რაღაცნაირად ფრექრადება, სუსტება, შეიძლება ბოლომდე არ ხდება, ამიტომაც არ ქრება. ამიტომაც პირადად მე აი კიდე ვამბობ, რომ როცა მაწუხებს რაღაცა თემა, აი ზოგჯერ შეგრძნება, უნდა წავიდე აუცილებლად აღსარებაში, უნდა აღვნიშნო, დავაკონკრეტო რა არის ეს ჩემთვის შემაწუხებელი. და თქვენ ჩემგან არ გესწავლებათ, მამაო, რომ ფიქრსა და საუბარს შორის განსხვავება არის, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი საუბრობს, ის განმარტავს და მასთან უსმენს, ანუ ორივე მოდალობა ჩართულია. მეტყველება ის ხატოვნად უნდა თქვას, რომ გააგებინოს სხვას, ხო? შესაბამისად ესმის და ძალიან ბევრ აღმოჩენას აკეთებს საუბრის დროს. დიახ, ეგეც საინტერესო დეტალია, რა თქმა უნდა, ბევრი მხარეა, მაგრამ ერთ მხარეზე მაინც ძალიან მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ აი საიდუმლოება რატო არის მისტიური. აი ერთი არის მაგალითად, რომ მგდელთან თქვა არა აღსარებაში, ან მეგობართან თქვა, ან ვიღაცასთან თქვა და აი მეორე აღსარებაში რომ მგდელი რომ შენდობის ლოცვას გიკითხავს, აქ უკვე სხვა ფაქტორი ერთვეა წარმოიდგინეთ თქვა, იმიტომ რომ ამ ლოცვის შემდეგ შენ მოგეტევება და ძალიან ბევრი თქვათ ჩვენი უარყოფითი ფიქრის, ემოციის, წუხლის მიღმა ხშირად მოუნანიებელი ცოდვებია. და აი კიდევ ვიმეორებ, აქ უკვე სხვა განზომილებაში გადადიხარ. თვითონ საუბარი რა თქმა უნდა ერთ-ერთი ასე ვთქვათ საშუალებაა რომ დეპრესიული ფუნი შესუსტდეს და ადამიანი რაღაცნაირად განიტვირთოს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, აქ უკვე სხვა ეტაპი დგება, სხვა მისტიურ განზომილებაში გადადის ადამიანი. აი ეს არის ძალიან გამოსაყოფი, იმიტომ რომ ბევრი ბავშვების ფსიქოლოგია მას ვერ აცნობიერებს. და აი აქ შემოდის ესეთი ძალიან უხერხული ზოგისთვის, მოზარდისთვის, ადამიანისთვის, აი ესეთი წარმოსახვები, სიზმრები, შეიძლება იყოს ეს რაღაცა ფილწი აზრები, ან წარმოდგენები, რომელზედაც გონია რომ აღსარებაში რო თქვას, მოძღვარს მასზე შთაბეჭდილება შეეცვლება და ცხვენია. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკვე იუველირული მუშაობა მოძღვრის ალბათ ამ დროს რომ ადამიანს აგრძნობინოს რომ ღვთის წინაშე ყველანი ცოდვილები ვართ და ვერც ერთი ცოდვა ვერ გადაწონის აი ამ უფლის წყალობას და აი როგორ ხდება ამაზე და ძალიან ბევრი იტოვებს და თქვენ სწორად ბრძანეთ პირდაპირი კავშირი არის დაავადებებსა სიმპტომებსა, გამოვლინებებსა და იმ ჩარჩენილ შინაარსებს შორის, რომელსაც ის აღსარებაში არ ამბობს. დიახ, აი ზუსტად აღნიშნეთ, მანინა რომ ეს უკვე მოძღვრის ოსტატობაზეა დამოკიდებული. ანუ მოძღვრის ერთ-ერთი ფუნქცია რა არის, იცი რომ ადამიანი რაც შეიძლება გახსნას და ეხლა გამოცდილებით მოდის აი ფრაზები პირდაპირ უნდა ითქვას ის რომ როცა ვხედავ რომ უჭირს ეხლა დაახლოებით ხვდები ეხლა ერთ-ერთი ისეთი თემა არის აი ბილწიგულის თქმები რომლის აღიარება ხო და ამიტომაც პირადად მე ვეუბნები რომ უცოდველი არავინ არ არის თემები პირდაპირ ვეუბნები აი თქვათ შეიძლება ყველას აწუხებს ბილწიგულის თქმები იქ აზრები, რაღაცა შეგრძნებები, რაღაცას უყურე ეს ყველაფერი და ნუ მოგერიდება ეხლა მე იმდენჯერ მაქვს ეს მოსმენილი რომ არაფერი ჩემთვის სირთულე არ არის ასე რომ პირდაპირ ვეუბნები რომ მოდი გულახდილი იყავი
ეს უნება ყველას ებრძვის მეც არა ვარ ციდან ჩამოფრენილი ანუ ვცდილობ რომ ჩვეულებრივი გავუხადო საერთოდ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ამას ხას გავუსვამ რომ მოძღვრის დანიშნულება რა არის და სანამ ამაზე ვიტყოდი ერთი რამ არის გამოსაყოფი აი ფრაზა რომელიც გამოიკვეთა ჩემ ცხოვრებაში ღმერთს არ უყვარს წარსულში ჩარჩენა არც თუ იშვიათად ვეუბნები აი თქვი ახსარებაში შეეცადე რომ გაგახსენდება ის ცოდვები და შეცდომები უკვე ზედმეტი ამაზე არ ვფიქრო თვისთვის თავარი არის აწყო და არა ის რაც წარსულში იყო ამიტომ მოინანიე იმას ვერ გააკეთებ რომ არ გახსოვდეს მაგრამ გაგახსენდება ზედმეტი აღარ ვფიქრო ამაზე და ღვთის დანიშნულება ეს არის რომ აი მარწუხებისგან ცოდვისმიერი ადრინდელი გაანთავისუფლოს ერთი მაგალითი მიყვარს ძალიან მე საოცარი გამოვლენის მოძღვრის ოსტატობის მამა საბა იყო ესეთი ათონის დაზე ცნობილი მოძღვარი და ბევრი მიდიოდა მასთან ახსარებაზე და ერთ-ერთი მეტად ცოდვილი კაცი ჩავიდა ათონზე და სხვა მოძღვართან მივიდა და მოინდომა მონანიება თავის ცოდვების და დაიწყო ჩამოთლა და იმან უსმინა და ვერ გაუძლო და უთხრა ეს რაღაცა საშინელი ცოდვები არისო მე ამას ვერ უძლებო და წადიო ვერ მივიღებო შენგან ახსარებას და რა ხდება ახლა ეს კაცი წამოვიდა ყურებ ჩამოხლილი ჯერ თავის ცოდვები ამძიმებს და მე ეს გზას გადაეკეტა მონანიების მოძღვარი არ უშვებს ახსარებას წარმოიდგინე და ვიღაც ნაცნობი შეხვდა და მოუყვა აი თავისი ამ თავგადასავლის შესახებ და იმან ურჩიო წადიო მამასაბასთან შენო ისო კარგი მოძღვარი არისო და მიგიხებსო ახსარებაზე და შევიდა ეს მამასაბასთან და ეუბნება რომ ძალიან ცოდვილი ვარო მამასაბა მოთხრა მე ძალიან ცოდვილი ვარო და იცი რა მაქო ჩადენილიო და რაღაცა მეტად ძიმე ცოდვა დაასახელა ეს გამოცოცხლდა ой მეც ჩადენილი მაქო მე მამასაბა მეორე ძიმე ცოდვა დაასახელა მესამე მეოთხე აი ესენი ყველაფერი მე ჩადენილი მაქსო და ესეც ეუბნებოდა რომ მეც იგივე გაკეთებული მაქვს და ესე ათქმევინა ახსარება რომ გამოვიდა მამასაბასგან ეუბნება იმყოფებს რომ საოცარი კაცი არის მამასაბა მაგრამ პირველად ამ ხო ადამიანი რომელიც ჩემზე ცოდვილი არის წარმოიდგინე ხო და ვინც უსმენდა რა ეხა გაუკვირდა და უთხრეს რას ლაპარაკობ ეს 16 წლიდან ათონის თაზე არის რა ცოდვებზია ლაპარაკი წარმოიდგინეთ რა გააკეთა რომ ჭრეტელი დაიბრალა საკუთარ თავზე ცოდვები რომ სხვისთვის ახსარების თქმა გაეითვილებინა ანუ მე რა მინდა ვთქვა რომ აი მოძღვრის ოსტატობა ამას გულისხმობს რომ უკვე ისეთი ასე ვთქვათ საშუალებებია შენ არსენალში რომ გაცილებით უადვილებ ადამიანს ცოდვების წარმოთქვას და ერთ-ერთი აი კიდე ხაზგაუსვაფ არის რომ რაღაც კუთხით ჩვეულებრივი გაუხადა იცი რა ნუ რასიზმი კი გაწუხებს მაგრამ რამდენჯერ მომისმენია სხვებთანაც შეფხვედრია და ასე შემდეგ აი ეს სხვათა შორის ხშირად მეტად მუშაობს ხო ეს თვითონ შვებას გრძნობს ადამიანი იმიტომ რომ ამოისუნთქებს და იწამებს ღვთისმოწყალებას ამ დროს ეს ხო არ არის რომ ლაპარაკი არ არის იმაზე რომ ჩვეულებრივია ცოდვის გაკეთება და წავიდე ახლა და გავაკეთო არა აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ ის ტვირთი რომელიც მოათრევს ადამიანი ქვებით სავსე ზურგჩანთას თითქოს სარიელდება და უმსუბუქდება იმიტომ რომ ეს წარსულია რომელიც ეკაჩება სადღაც მუდმივ აი ორმოში სიბნელეში დეპრესიაში და არსებობს მომავალზე შფოთვაც მამაო აი დროის დაკარგვა აი თქვენ ბძანეთ აქ და ახლა და მამაო ჩვენო ამის მაგალითია პური არსობისა მომეც დღესო ხო ეს გვასწავლა უფალმა აი ხვალ რა იქნება და ის რომ მოხდეს ეს რომ მოხდეს ის რომ არ მოხდეს როდის იქნება არის რაღაცა ესეთი თქო იგივე მეორედ მოსვლა აბა როგორ იქნება რანაირად გასაგებია ძალიან საინტერესოა მაგრამ აი შფოთვაზე მაქვს ლაპარაკი ზოგჯერ ადამიანს აქვს ძალიან გამუდმებული შფოთვა ზოგადად რა ეშველება ამ ზამთარს იმ ზაფხულს ხვალ რომ მოხდეს რაიმე ცუდი სცენარი და აი აქაც რა შეიძლება ურჩიოთ? იცი, აქაც ის შეიძლება ურჩიოთ, საერთოდ მე პირადად აი ხშირად აღნიშნავ, რომ ერთ-ერთი სტრატეგიული ხერხი ღვთისაწინააღმდეგო ძალის არის, რომ მომავლით აშინებს ადამიანს. აი რაც ჩამოთვალეთ, რომ როგორ იქნება
ომები ხო არ იქნება იქ მატერიალურად როგორ ვარჩენ ოჯახს და ასე შემდეგ ამატყოფობებზე მახლდება ყურადღება. ანუ აი კანონი არის აქ ზოგადი ასეთი რომ ყველა თემა რომელიც ხდება დამთრგუნველი, დამძაბავი, იმაზე ფიქრი არ შეიძლება. იქ უნდა ყველაფერი გააკეთო რომ გონება სხვა მართობით გადართო, ილოცო, ზოგჯერ სასული ლიტერატურა ძალიან მნიშვნელოვანია აი დეპრესიაზე და სასარგებლობაზე რომ საუბრობდით. და თქვენ გაქვთ ბევრი წიგნი დაწერილი ამასთან დაკავშირებით და ძალიან საჭირო და საინტერესო მრევლისთვის და არამრევლისთვისაც რა თქმა უნდა. ხო, ნუ ეს წიგნიც აი პირდაპირ უნდა ითქვას როგორ დაიწერა. ფსიქოლოგიაში არის თვითდაკვირვების მეთოდი, ძალიან ვაფასებ მე, ანუ უკვირდები საკუთარ თავს და მე ბევრ დასკვნას აკეთებ რა, შენი ბუნების შესახებ, ბრძოლების, რაქშველის, იგივე ახლა სასარგებლები როგორ დავწერე რომ წავედი სასარგებლებისკენ რა, გამოვყავი, აი ჩემი განცდები და რამ მიშველა. ერთხელ მიშველა ლოცვამ, აი მიხედვით იმისა, რომ არანაირი სურვილი არ მქონდა და ვაპროტესტებდი, რაც იყო ჩემ ცხოვრებაში და იმ მომენტში მიმაჩნდა რომ აზრი აქვს ახსარებას, ლოცვას, ღმერთთან სიარულს, ესეთი გაჭირებული ყოფა და სურვილიც არ მქონდა, მაგრამ აი მივხვდი რომ ეხა რაღაც მომენტში რომ ეხა თუ არ გავჩერდები, არა უარესი განსაცდელი მოვა, ვილოცე, დამშვიდდი. მერე სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რაღაც მომენტში შემხვდა ადამიანი რომელმაც მომეყვა რომ სხვას ჩემზე მეტად უჭირს. ან კიდე უბრალოდ ისეთი ადამიანი შეხვდა ინვალიდი და დავინახე რომ კარგი რა, შენ ახლა რაღაცას მოთქვამ და ნახე ადამიანი რა დღეშია. რას უძლებს, რას უძლებს, რას აძლევს. ანუ მე რა მინდა ვთქვა რომ აი ეს საიდან იწერება შენი ცხოვრებიდან გამომდინარე. საერთოდ ისეთი დრო მოვიდე ახლა რომ ძალიან მნიშვნელოვანი გახდა რომ ჩვენი ცხოვრებიდან ვისწავლოთ, მე ესე ვიტყოდი. წმინდა წერილი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აი ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან და შენ ყოფაზე დაკვირვება უკვე შეუცვლელი მისია იტვირთა, მე ესე ვიტყოდი. და აი ეს სასარგებლობაც რაც ვთქვით ერთ-ერთი მაგისტრალური ხაზია ბოროტის იონე წითკივის აღწერელი ამბობდა რომ არც ერთ ვნებაზე გამარჯვებას ისეთ გვირგვინს არ ადგავსო ადამიანსო თავზე როგორც სასარგებლობაზე გამარჯვება. ორი ვნება გამოიყოფა საერთოდ ეკლესიური კუთხით ყველაზე უფრო სასტიკი საბრძოლოდ ეს არის სიძვის ვნება და ეს არის სასარგებლობა. და აი როგორც უკვე აღნიშნე იქ სხვადასხვა საშუალებებია. იქ იმდენი საინტერესო ნიუანსია. აი ზოგჯერ შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ლოცვამაც შეიძლება გადაღალოს ადამიანი. ეგ უნდა მეთქვა ზუსტად ახლა მამაოიცით ზოგჯერ არის მე იმდენად მექანიკურია, რა თქმა უნდა სიტყვას დიდი ძალა აქვს და ფასი აქვს, მაგრამ აი დისციპლინა და მარხვის როგორც გასულიერება მარტო დიეტაც და ვარჯიშის დისციპლინაა და მშვენიერია ხა ჩვენ ამის წინააღმდეგი არავინ არ არის რომ ადამიანი ან ვარჯიშობს ან ჯანსაღად იკვებება პირიქით, მაგრამ აი თქვათ მარხვის სწორედ თვითწრთნა და თვით საკუთარი თავის რაღაც გაძლიერება მარხვითა და ლოცვით ხდება, მაგრამ აი მარხვის მნიშვნელობაზე რომ ბრძანოთ, იმიტომ რომ ნაყროვანება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტიდეპრესანტი არის საჭმელი, მოდი ესე ვთქვათ. აი ერთ-ერთი ხო ადამიანი გემრიელად შეჭამს და უკვე თითქოს რაღაცა პრობლემებიც ნაკლები აქვს. ან როცა შეა კიდე შეიძლება გამხეცდეს ან გამგელებული იყოს და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია მარხვის მაგრამ მარტო ჭამა ხო არ არის, აქ ბევრი მდგენელი აქვს მარხვას. ამაზე რომ გითხრათ, როგორ თვითდისციპლინა, იმიტომ რომ მართლაც არის, იცი ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მომენტი, ძველი ბერძნები ამბობენ, ადამიანმა ორი რამე უნდა გაარჩიოს ერთმანეთისგან, ამას ეშველება თუ არ ეშველებაო და თუ არ ეშველება, შეგუების გამოიყენოს რესურსები და თუ ეშველება დაждდეს და უშველოს. ნუ ხა თუ აირჩია შველა თუ არა და შეუძლია ესე დარჩეს მუდმივ გლოვაში ადამიანი, ხო და გმობაში. სამწუხარო არჩევანი იქნება და აი ეს მარხვის მნიშვნელობა
მით უმეტეს წელიწადში ნახევარი თითქმის მარხვა ჩვენს ქრისტიანისთვის. დიახ. ხო, ეს ნიშნავენია მარხვა. ეს არის პერიოდი, როდესაც იქნება პირობები, რომ უფრო მეტად მიეახლო უფალს, ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს, მეტად აკონტროლო მე არა მხოლოდ ნაყროვანების კუთხით. თვითონ ეხა ფიზიკურ მარხვას რაც შეეხება, ყველაფერი თან ერთად არის ნებისყოფის გამოვლინებაც არა, როდესაც აქ როგორი დგება საკითხი, იცი, რომ თუ საკუთარ მუცელს ვერ ალაგმობ, იქ სხვა უფრო მაღალ მიზნების მიღწევაზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია, მე ესე ვიტყოდი. ასე რომ, როდესაც ახალი წელია და იქ საცივია კიდე სხვა ნუგვარი საჭმელი და არ შეჭამა რა. შენ ნებისყოფასაც ავარჯიშებ არა ამ კუთხით და ეს პატარა გამარჯვებაა ხო? ხო. პატარა გამარჯვებაა ხო, მაგრამ პატარით იწყება ხო ყველაფერი და მე უკვე თუ ამ პატარას ვერ შეძლებ რომ ეს გამარჯვება მოიგო, ეხა უფრო მაღალ მიზნებზე აქ ლაპარაკი ზედმეტია, მე ესე ვიტყოდი. ასე რომ ისედაც ეხა როცა ასაკში შედიხარ, მარინა იქ და მნიშვნელოვანი ხდება საჭმლის გაკონტროლება რა. ჩვენ ახლა საბჭოთიდან მოსული ხალხი ვართ და ერთ-ერთი აი რაც მენანება ხოლმე ის რომ მაშინ არ იყო კულტურა, არ გასწავლიდნენ სწორიკვება რას გულისხმობს. და მე წლები რო გემატება უკვე ბევრი რაღაცისგან თავს იკავებ. ჩვეულებაც არის. ხო, თავს იკავებ, იმიტომ რომ ხვდები რომ ახლა ახალგაზრდა ორგანიზმი როცა არის ყველაფერს ინელებს და მე უკვე ძველი ცხოვრების წესით რო გააგრძელო უკვე დიდი პრობლემები შეგექმნება. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვება და ბევრი კუთხით თავშეგავება, არა მხოლოდ იმის გამო კი არა რომ მარხვა, არამედ იმიტომ რომ შენ ჯანმრთელობას ორგანიზმს სჭირდება ეს ყველაფერი. ნაყროვანება ერთ-ერთი ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც გვაზარელებს სულიერად და აი ცხოვრებისეულად რა არის, იცი რომ აი საკუთარ თავს იჭერ მე ერთ-ერთ გადაცემაში მკითხეს და აი თქვათ წლები გავიდა, აწლეულები, როგორც ხვდელი რას იტყოდი მარხვასთან დაკავშირებით, ეხლა რომ მარხულობ და ადრე რომ მარხულობდი და ერთ-ერთი რა ვთქვი, იცი რომ აი ბუნებრივად შემოდის რა აზრი, იცი, როდესაც აი გებრიელი საჭმელია და კიდე დანაყრდე რომ აი ხა მაგალითად აი ზედმეტი ულუფა რო გადაიღო, უკვე დანაყრდი, ეს უკვე ნაყროვანებისკენ წასვლა იქნება. ანუ თავს იკავებ რომ იქ ზედმეტი პურის ნაჭერი არ გადაიღო, იქ თებში ლობი ვარ შეჭამო, იქ ნამცხვარი არ მიიღო და ასე შემდეგ. ანუ რაღაცნაირად იწყებ უკვე გაკონტროლებას რა აი მიმართულებით. ანუ ატყობ ნაყროვანების უკვე შემოტევებს. და იმის მიღმა არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი უკვე სულიერი მარხვა ეს გაცილებით უფრო იმიტომ რომ აი თქვენ რო ახსენეთ მამაო სიძვის ახსენეთ და სწორედ სიძვის ჩაქრობა ამ ლტოლვის ხშირად ხდება ჭამით ადამიანები გამკლავების მექანიზმად იყენებენ ან ალკოჰოლს ან სასმელს ან საჭმელს რო ვთქვათ ჩააქრონეს, მაგრამ სინამდვილეში ამის ჩაქრობა კი არა, პირიქით უფრო მეტად გაღვივება ხდება. იმიტომ რომ ერთს მეორეთი ესე ვერ ჩაანაცვლებ ხო და ეს ერთ-ერთი არაჯანსაღი გამკლავების მექანიზმია. მაცივართან რო დგას ადამიანი და სულ ჭამს და ჭამს და ჭამს, იმიტომ რომ ამ დროს უკვე ტვინს და კუჭს აღარ ეკითხება მას ტევადობა აქვს ამისი თუ არა. თითქოს ეს არის აცმაცუნოს პირი, ამით უმკლავდება სხვა ვნებებს. და აი გამოდიფერენცირება და სახელის დარქმევა ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. სახელდება ხა თქვენ როგორც ფსიქოლოგს და ახლა უკვე როგორც მოძღვარს და ორმაგად მეტი ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ეს სახელი დაარქვა შენს მდგომარეობას. ძალიან მნიშვნელოვანია და აი საერთოდ არის ესეთ ფსიქოლოგიური დისციპლინა ეკლესიის წიაღში ასკეტიკა, რომელიც გულისხმობს ვნებების შესახებ ცოდნას. აი რაც აღნიშნეთ მანინა რომ აი სიძვის ვნება პირდაპირ კავშირშია ნაყროვანებასთან.
ერთი შემთხვევა მახსენდება მე რომ მაშინ ერისკაცი ვიყავი და ერთ-ერთ უდელთან ვიჯექის უფრაზე და ჩვენ წინ იყო აი მონადირის ძეხვი რომ ქვია ესეთი მსუყე საჭმელი და მახსოვს თქვა რომ აი ამას რო შეჭამსო ადამიანიო რამდენი კალორია დავგროვდებაო მის ხელშიო და ეს ხო უნდა დაიხარჯოსო ეს ენერგიაო და იგულისხმება რომ ადვილი შესაძლებელია სიძვის მიმართულებით წავიდესო ანუ მე რა მინდა ვთქვა რომ აი საჭმელი მიღებით დაგროვილია ეს ენერგია საკმარისად ხშირად ვნებების გახელებას ხმარდება ხოლმე. იონა კიბისახსრელი აღნიშნა ის ამბობს, რომ ვინც ვერძისო სიძვის ვნებასო და არალაგმახსოვ საკუთარ მუცელსო, ის ემსგავსებო კაცო, რომელსაც უნდა კოცონის ჩაქრობაო და შიგნით ასხავსო ზეცო. ასე რომ აი განსაკუთრებით მრევლმა უნდა იცოდეს ეს კანონები. ნებების გახელების მე ესე ვიტყოდი და ერთ-ერთი არის რაც თქვით ის რომ ნაყროვანება ამას ძალიან ხელს უწყობს და მეორე რა არის იცი ეხლა უფრო ღრმა ანალიზი რომ მოახდინო აქ ეკლესიის სიახში არის სხვადასხვანაირი ბრძოლები ერთ-ერთი რა არის რომ აი მოხუცებელებს ემართებათ ეს რომ იკეტებიან სახში ეხლა სიამოვნების მიღების წყარო საკმარისად იზღუდება მათთან და ზოგჯერ რჩება მარტო საჭმელი წარმოიდგინეთ ერთადერთ სიამოვნებას წარმოადგენს მიღების წყარო იქნება საჭმელი ასე რომ აი როგორ თქვა იცი ხანდახან გაურებული ვარო ხოლმე ვიცი რომ სულიერად ეს არის მიუღებელი მაგრამ მესმის ადამიანის ფსიქოლოგიური ბუნება წარმოიდგინეთ თქვენ ადამიანი ჩაიკეტა უკვე მეგობრები ძალიან ნაკლებად სამსახური არა გარეთ ვერ გავა თვალსხაც ვერ დაალევინებს და ზოგჯერ კიდევ მეორე რჩება ერთადერთი წყარო ეს მამა ჩემი სიკვდილის წინ ყურძენი მოინატრა რაღაც ეს მაისის ბოლო იყო და იმ მომენტში ყურძენი არ იყო მაგრამ თვითონ აი რაღაცნაირად ისე გთხოვარ ალბათ როგორ შეიძლება პატარა ბავშვმა თხოვოს ადამიანს ეს ყურძენი და ხო არის ესეთი რა თქმა უნდა და ხა ეს ის შემთხვევა არ არის როდესაც რაზე ჩვენ ვსაუბრობთ ხო იმიტომ რომ მე მგონი ბავშვები და მოხუცები აი ამ ცოტა მედრეკილები ხდებიან ეს სტაბილი განზომიერება ხალხია ვიდრე ვთქვათ აი შუახნის ადამიანები რომლებსაც პასუხისგებლობა ყოველთვის მეტი აქვს აი ზუსტად იგივე როგორც ფსიქიკაში ხო არის ფსიქიკაში რაღაცა დასრული ადამიანი იქვე არის ბავშვი ბავშვური მოთხოვნილები და იქვე არის მშობელი რომელიც სულ რაღაცას გიგზავნოს და აი აქედან გამომდინარე არჩევანის გაკეთება მაინც უფრო უწევს ალბათ მოხუც უკვე უჭირს რაღაცა და ნუ ბავშვსაც თავისთავად ხო ამიტომაც არის იცი აი სადგადის ზღვარი შემწყნელობასა და აი ზედმეტ მოთხოვნას შორის ეხლა ცნობილი განზომიერებაა რომ მე უკვე ასაკთან ერთად უფრო სიტყვებისკენ მიუტვის ადამიანი და რა არის ეხლა თან სერიოზულად ვამბობ თან ხუმრობ ხოლმე რომ იმდენად მძიმეა ჩვენი ყოფა და ბევრი ტკივილის მომტანია რომ ზოგჯერ პირი თუ არ დაიტკბია რა რატომაც არა აქ ზომიერებაზეა მამაო საუბარი და არა ვთქვათ რაიმე ზომიერებაზე სხვათა შორის არის ესეთი მიდგომა აი მონასტერში ნუგეშს უწოდებენ ნაგორას გულისხმობს ხო აი შეიძლება შუადღეს ვთქვათ ყავა და ლიონი კრამცხვარი მიაყოლონ ანუ აი ქრისტიანულ ყოფაში შეიძლება საჭვლითაც რაღაცნაირად გაიხალისო თუ ხარიათ იგივე რა თქმა უნდა რატომაც არა და ღმერთი ხო ჩვენ გვანუგეშებს ყველაფრით რაც არის სილამაზით იმ გარემოთ იმ გემრიელობებით არაფერს არ გძალავს არც სიამოვნებას მათ შორის თორე მისი მადევარი არ გახდე და ღმერთი არ დაგავიწყდეს ალბათ დიახ უღრმესი მადლობა თქვენთან საუბარი მამაო ერთი სიამოვნება და ერთი ბედნიერებაა და სამწუხაროდ ჩვენი დრო მთლიანად ამოიწურა მე კი გთხოვთ რომ აქვე მინდა გთხოვოთ რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდეს იმიტომ რომ უამრავი თემა გვაქვს ისეთი და იგივე თუნდაც თქვენი წიგნებიდან რომელიც არაერთია უკვე გამოცემული თითოეულ თემაზე შეიძლება სალგე გადაცემის გაკეთება მადლობა და მე კი შეგახსენებთ რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო წმინდა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ტაძრის დეკანოზი ბუდამსახური
მამა დავით ციცქიშვილი. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.